ეხლა ყველას ესმის, რომ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში არის საიმიგრაციო სერიოზული პრობლემა, ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება ქვეყანა, ჩამოდიან უამრავი უცხოელი და ეს ჩვენი პროტესტი არ ეხება მხოლოდ ამ ორი ქალაქის თემას. ჩვენი ეს პროტესტი ეხება ზოგადად საიმიგრაციო პოლიტიკის მოგვარებას. ზოგადად აი ეს ქვეყანაში უცხოელების ჩამოსახლება, აქ რო ბინადრობის უფლება იყიდება პირდაპირ მნიშვნელობით, აქ ადამიანები ჩამოდიან, ქონებას ყიდულობენ და ამის საფუძველზე იღებენ ბინადრობის უფლებას. აი ეს რომ შეჩერდეს, ამას უკავშირდება ზუსტად ჩვენი აქცია. ანუ ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უბრალოდ რაღაცა ორი ქალაქის მშენებლობას გავაჩერებთ და ამით მოგვარდა ყველა პრობლემა. ჩვენ უნდა გავაჩეროთ საიმიგრაციო პოლიტიკა, რაც არის ჩვენს ქვეყანაში დამღუპველი, ეგ უნდა შევაჩეროთ. და ჩვენს ქვეყანაში უნდა დაიწყოს გამრავლება ადგილობრივმა მოსახლეობამ. აი ეს არის რეალური გამოსავალი, რასაც ჩვენ ვაპირებთ. და აქ ამას ჩვენ არავისზე მეტი პასუხისგებლობა არ აქვს, მეგობრებო. ჩვენ იგივენაირი მოქალაქეები ვართ, როგორც თითეული თქვენ. ჩვენც იგივენაირი პასუხისგებლობები გვაქვს, რაც თქვენ და არავისზე მეტი პასუხისგებლობა არ გვაქვს. ჩვენ რამის გაკეთება შეგვიძლია მხოლოდ ერთად. რაც უფრო მეტი ადამიანი გავერთიანდებით, მით უფრო უკეთეს შედეგს მივახცევთ. და ცალ-ცალკე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. და ზუსტად ეგ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგეების ამოცანა, რომ ჩვენ დაგვაცალკევოს. ჩვენ რომ ერთად გაერთიანება ვერ შევძლოთ, ეგ იქნება მათი ამოცანა. ისინი გამოიყენებენ ყველა მეთოდს. მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს წინასწარ უნდა ვაცნობიერებდეთ და ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა მოვახერხოთ გაერთიანება. იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს გაერთიანების გარეშე, ერთად ბრძოლის გარეშე არ არსებობს გამარჯვება. ნებისმიერი გამოწვევა შეგვიძლია გავიმარჯვოთ მხოლოდ ერთად. ამიტომ თქვენ მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის აქტიური ადამიანები, ვინც მაგალითს აძლევს სხვებს, ვინც ჯერ არ არის აქტიური. თქვენი მაგალითით გააქტიურდება კიდე სხვა ადამიანები, თქვენი დანახვით, ჯერ ვინც აზრს ვერ ხედავს და ასეთი ბევრია, ვინც თვლის, რომ აზრი არ აქვს ბრძოლას, არაფერი არ გამოგვივა. თქვენ რომ ხედავთ, გაუჩნდება ის აზრი, რომ ხომ არა აქვს აზრი მართლა. ამიტომ მინდა რომ თქვენ მადლობა გადაგიხადოთ ამ აქტიურობისთვის და ერთად ყველამ უნდა მივიყვანოთ ეს ყველაფერი 20 სექტემბრამდე, როცა მრავალათასიანი აქცია უნდა ჩავატაროთ. და ეს ყველაფერი თან უნდა გვესმოდეს, რომ არ დამთავრდება არც 20 სექტემბერს. ეს არ არის ეგეთი მარტივი პრობლემა, რომ ერთი გამოსვლით გადაიჭრას. ეს არის სისტემური პრობლემა, სადაც უამრავ ფულს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც ჩაიგდეს მთელი ქვეყანა ხელში, რომლების ტერიტორიებს ყიდიან და არაწუხებთ ეს საკითხები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომ ეს პროცესი ჩვენ მოგვიწევს დროში გამრცობილად და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ დიდი ხანი. არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა დავიზაროთ. და ერთმანეთს რაც არ უნდა ეცადონ, რომ გადაგკიდონ და დაგვაპირისპირონ, არ უნდა დაუპირისპირდეთ ყველა ვარიანტში. პირიქით უნდა მზარდი იყოს ჩვენი პროტესტი და არა კლებადი. ჩვენ მაგას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ. დაგვიკავშირდით და ჩაეწერეთ ჩვენს რიგებში.